ახალციხე იყო 10 წლეულების განმავლობაში მიტოვებული ყველაზე თვალწარმტაცი ხარე და ადგილი საქართველოში. ეს იყო სამხედრო ზონა ერთი იმპერიისთვის, მეორე იმპერიისთვის. აქედან გაასახლეს უამრავი ჩვენი ხალხი. მას შემდეგ რაც ჯავახეთიდან და სამცხედან გავიდნენ რუსეთის ჯარები. მას შემდეგ რაც აქეთ ვეღარ შემოვიდნენ 2008 წელს რუსის ჯარისკაცები. მას შემდეგ რაც ჩვენ დავიწყეთ აღშენილობა, ეს აღარ არის აღარაფრის სადღაც მიგდებული პროვინციული რაღაცა ისეთ შორეული ადგილი. ახალციხე ჩვენი გადაწყვეტილებით და აქ არის ამის ყველა საფუძველი, უნდა გახდეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცენტრი და საქართველოს მთავარი სიამაყე. საქართველოს ახალი აღშენებლობის მთავარი გვირგვინი. მე მინდა კითხოთ ყველაზე უფრო დიდი ისტორიული გამოცდილების მქონე და ყველაზე უფრო საინტერესო ადგილის მაცხოვრებლებს შემთვის. მე მინდა კითხოთ, ბოლო ეპოქა იყო აქ თამარის ეპოქა. გუშინ ჩვენ სამების ეკლესიაში პატრიარქმა დამათვალიერებია იმედის ხატი. ახალი ხატი გაკეთდა, უზარმაზარი, ძალიან კარგად გაკეთებული და ვესაუბრებოდი ერთ-ერთ ჩვენ მეუფეს ნიკოლოს და მან მითხრა, რომ იცით ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომ ასეთი ხატი ახლა გაკეთდა. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გაჭირვება და უბედურებაა. მაგრამ გავიხსენოთ, როდის კეთდებოდა ბოლოს საქართველოში ასეთი ხატები. როდის იყო საქართველოში ბოლოს ასეთი აღშენებლობა? როდის იყო პირობები შექმნილი იმ პირობებშიც, როცა მტერი ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა? რა საქართველოს ხალხს ნიჭი სხვა საუკუნეებში არ ქონდა? ქონდა. რატო არ კეთდებოდა? რატო არ შედებოდა? როდის იყო ბოლოს როცა ეს კეთდებოდა? ეს იყო საქართველოს ოქროს ხანაში, ეს იყო დავითის და თამარის დროს. თუ ეს ასე არის, მე მინდა დაადასტუროთ, რომ ნამდვილად ჩვენ ეპოქაში იქნება ის, რაც არ შექმნილა 8 საუკუნის განმავლობაში.